ხალხი არ ერკვევა არაფერში, ზოგადად არანაირ დროს არ ხარჯავს იმაში, რომ რამეში გაერკვეს და მე მიდის არჩევნებზე და საქმეს აფუჭებს. ხალხი, რომელიც არ არის გათვითცნობიერებული გარკვეული პოლიტიკაში, არ დაუთმიათ საკუთარი ცხოვრების დრო, რაღაცა დროით რომ ამაში გარკვეულიყვნენ და საკუთარ თავს აძლევენ უფლებას, რომ მოვალეობად ჩათვალონ არჩევნებზე მისვლა და იქ რაღაცა სისულელე შემოხაზონ. მე მგონია ეს ხალხი პრობლემა. თან ის რომ ეს რაღაცა საამაყო და კაი საქმე ითვლება და როგორ შეიძლება რაღაცას აკეთებდე, რომელიც არ გესმის და ეს კარგ საქმეთ ითვლებოდეს, ვიღაცა პურს ცუდად აწყობდეს და კაი საქმეთ ითვლებოდეს. ეს სწორი არ შეიძლება იყოს და ზუსტად ასევე მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში არსებული პრობლემების დიდი ნაწილი მოქალაქეთა არასწორი არჩევანის შედეგია და მე ამ არასწორი არჩევანის არაღიარების შედეგია. და ჩვენ სანამ არ გავიაზრებთ საზოგადოება ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს, სანამ არ გავერკვევით რატო დაუშვით ეს შეცდომები, არაფერს არ მოვიფიქრებთ იმისთვის, რომ შეცდომები გამოვასწოროთ და ერთმანეთს ვეთქვით, რომ იცი რა შენი მოვალეობაა წახვიდე არჩევნებზე. მანდაფერ არ გამოვა, იმიტომ რომ არანაირი შენი მოვალეობა დარჩე სახლში და ასე გადაარჩინო ქვეყანა, თუ არ ერკვევი, რისთვის მიდიხარ არჩევნებზე. ეს არის აზრზეც დგას სამართლში ხელისუფლებები. ქოცებიც ამაზე დგანან, ნაცებიც ამაზე იდგნენ, შევარდნაძეც ამაზე იდგან, ყველა ზოგადად ამ ქვეყანაში ვინც იყო, ყველა იდგა იმაზე, რომ ხალხი რომელიც არ ერკვეოდა, ის ხალხი დაორგანიზებია რამე, სხვა რაღაცის სანაცვლოდ, არ გჭირდება შენ გარკვევა, აგერ 50 ლარი, აგერ რაღაცა ფქვილი, აგერ რაღაცა ზეთი, შაქარი, წადი ეს შემოხაზე, არ გჭირდება მეც ნუ ინერვიულებ. ეს ხალხი არის ჩვეულებრივი როგორ არ არის მის ინტერესებში არის. როგორც სიტყვაზე არის ამბობ მუშა რო არის, რომელსაც ქირავ ერთი დღით და იხდი 100 ლარს პირობითად, ასეთი მუშის როლს თამაშობს მოქალაქეები, რომლებსაც აორგანიზებ რაღაც სხვა ფინანსური პირდაპირ სარგებლობის მიღების მიზნით და მიყავს ისინი არჩევნებზე. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკა მაქსიმუმ საზოგადოების 10%-ს აინტერესებს ამ ქვეყანაში. შენ ამბობ, რომ იცი რა, ჩემი მიზანია რომ 80% მივიყვანო არჩევნებზე და რა 80% რაც უფრო მეტ სულელს მივიყვან, რომელსაც საერთოდ დაფიქრია რა არაფერზე, მით უფრო ცუდ შედეგს მიიღებს საბოლოო ჯამში. ამოცან არასდროს არ დგას, რომ ჩვენ ვიპოვოთ უკეთესი მართველი. ამის გამო არ მიდის ეს ხალხი არჩევნებზე. ამოცან მდგომარეობს წინასაარჩევნო პოლიტიკოსების, რომ როგორ დაამენეჯმენტონ საარჩევნო მასის ტრანსპორტირება A პუნქტიდან B პუნქტამდე, ისე რომ იქ შემოიხაზოს რაღაცა X ნომერი, რომელიც ხელისუფლებას უნდაო. მთელი შეჯიბრი ინდუსტრია მიმდინარეობს ამაში. არა იმაში, რომ მოდი გავაცნობიეროთ, გავათვითცნობიეროთ ამორჩეველი, რომ თავისინებით რაღაც გაწყვეტა მიიღოს. შენ არ გჭირდება, რომ ხალხმა ეს გაარჩიოს. შენ გჭირდება, რომ ეს ხალხი, რომელსაც ეს არ გაურჩევია, არც უნდა გაარჩიოს და შენ წაიყვანო იმაზე, იმიტომ რომ იმან რომ გაარჩიოს ყურმართავით, შენ წაიყვანო არჩევნებზე და სხვა შემოხაზოს, ხოლმე არ გჭირდება. საწინააღმდეგო არის ის, რომ რასაც ხელისუფლება აკეთებს, ამის საწინააღმდეგოდ მოიქცე. ხელისუფლება გიკეტავს სივრცეებს, სადაც დისკუსია და ლაპარაკი არის შესაძლებელი, შენ უნდა გახსნა. ხელისუფლება ადამიანებს უყურებს როგორც რაღაცა ცხვრის მასას, რომელსაც შემოსვამ სატვირთო მანქანაზე არჩევნების დღეს და მიიყვანს სადღაც შერეკავს, ისინი ბეიტყვიან, შემოხაზავენ რაღაცას გამოვლენ. ანუ შენ გააკეთო ამის საწინააღმდეგოდ. შენ არ უყურო შენ სამომრჩეველს ან ოპოზიციურ მომრჩეველს როგორც ცხვრის მასას.